საქართველოს ევროკავშირის დიალოგის შეხვედრის გაუქმება პოლიტიკურ სპექტრში კვლავ შეფასებების საკითხია. რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გავრცელა ინფორმაცია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველოს ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა ევროკავშირის გადაწყვეტილებით გადაიდო. მმართველი გუნდი განმარტავდა, რომ ბრიუსელი მზად არ იყო მოესმინა ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიალოგის გადადების მიზეზი ქართულ დელეგაციაში სანქცირებული პირის ყოფნა გახდა. კერძოდ ჩინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის დელეგაციის სიაში ყოფნა. დარახველიძე არ უარყოფს იმას, რომ საქართველოს დელეგაციაში შედიოდა, თუმცა არ ამბობს, რომ შეხვედრა დიალოგში სანქცირებული პირის ყოფნის გამო გადაიდო. ევროკავშირს ქართველი მაღალჩინოსნებისთვის ერთობლივი სანქციები ამ დრომდე არ დაუწესებია. ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მიმართებით ცალკეული ქვეყნების მიერ დაწესებული შეზღუდვები მოქმედებს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნება ქვეყანას დასავლეთისგან იზოლაციაში აქცევს. პოლიტიკოსები იმასაც ამბობენ, რომ თუ ორ მხარეს დიალოგი სურს, ამას ყველანაირი გარემოების მიუხედავად განახორციელებენ. გუშინ ჩემო კოლეგა თქვა, ერთი ადგილი უნდა გქონდეს და თქვი მაშინ თუ სათქმელი გაქვს რამე. თქვან თუ რამე პრეტენზია აქვს და ეს გამოჟონვა, რომ იქ შეიძლება ვიღაცა მოსწონდათ, არ მოსწონდათ, ეს კიდე საერთოდ რადონე არის ურთიერთობებს, არ ვიცი, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ რაღაც ესეთი ჭმუნვები ქონდა ვიღაცას ბრიუსელში. ვინ გველაპარაკება? ის ბრიუსელი, რომელსაც ადეიშვილი რამდენიმე თვის წინ კაბინეტში ეჯდა? პარლამენტში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გაუქმების ინიციატივა განიხილება. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში 1 იანვრიდან უნდა შევიდეს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ტერმინი სამხრეთ ოსეთი და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ დამკვიდრდა და ამით კონსტიტუცია დაირღვა. ქართულ ოცნებაში ამას ქვეყნის ღალატად აფასებენ. ოპოზიციაში კი თვლიან, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მთავრობა ოკუპირებულ ტერიტორიებს საბოლოოდ დაკარგავს. 90-იან წლებში თავისთავად გაუქმდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და არანაირი რეგიონი იქ არ არსებობს და არანაირი ადმინისტრაცია, ასე ვთქვათ, არ არსებობს. ეს შეუძლია დააწესოს მხოლოდ კონსტიტუციამ და კონსტიტუციაში წერია, ზუსტად ამიტომაც წერია და რაც იყო შექმნილი ანტიკონსტიტუციური ორგანო, ეს არის არაფერს არ აერთიანებს ცალკე. როგორც ახლა ცენტრალური ხელისუფლება და მუნიციპალიტეტი ცალ-ცალკეა და არ არის წარმომადგენლობა, ეს იყო მთელი ანტიკონსტიტუციურობა, ეს იყო ზუსტად რომ შექმნეს როგორც არ ვიცი რეგიონიან წარმონაქმნი კონსტიტუციის მიღმა. ჩვენ ვაფასებთ კონკრეტულ რისკებს, ვჯელობთ ამ კონკრეტულ საკითხზე და რა თქმა უნდა მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ ამ კონკრეტულ ადმინისტრაციას შეუცვლით სახელს იმ ფორმით, რა სახელითაც არის მაგალითად დღეს წარმოდგენილი და მაგალითად დავარქმევდით სამაჩაბლოს, ვინაიდან დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობაში ამას აქვს განსაკუთრებით სიმბოლური მნიშვნელობა. მაშინ, როდესაც დე-ფაქტო ცხინვალის ხელისუფლებას პრეტენზიები აქვს, თუნდაც ჩორჩანის ტერიტორიაზე. ხელისუფლებაში ყოფნის 13 წლის განმავლობაში რა გააკეთა თავად რუსულმა ოცნებამ? და რუსულმა ოცნებამ გააკეთა ის, რომ მტერს უხდის ბოდიშს, საერთაშორისო ჟენევის მოლაპარაკების ფორმატს ლამობს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ტერიტორიული დანაწევრებისთვის და რეალურად ჩემი ანალიზით ემზადება უდიდესი ღალატისთვის იმისთვის, რომ საბოლოოდ მტერს ჩააბაროს საქართველოს ოკუპირებული რეგიონები. პარლამენტში განახლებული საარჩევნო კოდექსის განხილვა გრძელდება. კოდექსის მთავარი საკითხი ემიგრანტების საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის წესის ცვლილებას ეხება. კერძოდ საქართველოს მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა მხოლოდ ქვეყნის ფარგლებში შეეძლებათ. მმართველი გუნდი ამის მიზეზად არჩევნებში გარე ძალების ჩარევის შეზღუდვას ასახელებს. ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი მთავრობას მხარს არ უჭერს და ქართულმა ოცნებამ ცვლილებები ამ მიზეზით განახორციელა. პოლიტიკოსთა ნაწილისთვის კი დაანონსებული ცვლილებები გაუგებარია და მმართველი გუნდისგან მეტ კონკრეტიკას ითხოვენ. იმისათვის, რომ მათ შორის დიასპორა იყოს დაცული წნეხისგან, ზეწოლისგან, ვინაიდან ისინი სულ უფრო მეტად და მეტად გახდებიან სამიზნე უცხო ძალებისა, რომ ისინი მათი გამოყენებით საქართველოში პოლიტიკური მათ მიმართ, ამ უცხო ძალების მიმართ ლოიალური და დაქვემდებარებული პოლიტიკური ძალები მოიყონოს, ზუსტად ამ წნეხის გამოსარიცხად შემოგვაქვს წესი, რომელიც მოქმედებს ზუსტად იმ ქვეყნებში სხვათა შორის, სადაც ყავთ ძლიერი დიასპორა. სომხეთი,
ისრაელი, ირლანდია, მალტა. რასაც ახერხებს ოცნება საქართველოში, ხო? რას ახერხებს? შანტაჟს ადამიანების მოსყიდვას, დაშინებას, დამუქრებას, პროპაგანდით მათზე წარმოუდგენლად დიდ წნეხს და ზემოქმედებას, ამას ის ვერ ახერხებს ემიგრაციაში, ბუნებრივია. და სწორედ ამიტომაც არის რადიკალურად განსხვავებული მონაცემები ემიგრაციაში და ამიტომაც ვერ ღებულობს ოცნება იქ თუ არ ვწდებით 13 თუ 14%-ზე მეც. ასე რომ მხოლოდ ანტიდემოკრატიულად და ანტიკონსტიტუციურადაც კი შეიძლება შეფასდეს ოცნების ეს გადაწყვეტილება. ასეულობით 1000 საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში მძვინვარე კორუფციის და შესაბამისად უკიდურესი სიდუხჭირის გამო ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნიდან გააქცია, ახლა მათ ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ კონსტიტუციურ უფლებასაც ართმევენ ხმის მიცემის სახით, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ცვლილებები საარჩევნო კოდექსში არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ უკანონობით და მავნებლობით და იქ არის კიდევ ბევრი უკანონობა და მავნებლობა, რომელიც ოფიციალურად აკანონებს ქვეყანაში საბჭოთა ტიპის არჩევნებს. კანონთან კონფლიქტში მყოფი 14 წლამდე პირებისთვის პარლამენტი სპეციალური კანონის მიღებას განიხილავს. როგორც ინიციატორები განმარტავენ, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს 14 წელს მიღწეული პირის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დევნა არ ხორციელდება. არ არსებობს ჩადენილ ქმედებაზე რეაგირებისა და ამგვარი ქმედების პრევენციის ეფექტიანი მექანიზმი. შესაბამისად, კანონპროექტის მიზანია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეվել არასრულწლოვანთა ინდივიდუალური საჭიროებების დადგენის გზით, მათი რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, მხარდაჭერა და დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობა, აგრეთვე არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესისა და პროცესში ჩართული უწყებების უფლება-მოვალეობის განსაზღვრა. პროექტი ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით საჭირო პროგრამაში ჩართვას, აგრეთვე შესაბამისი საფუძვლის არსებობისას სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ გადამისამართებას არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანის გადამისამართება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდება. არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლში მყოფი არასრულწლოვანი უზრუნველყოფილი იქნება ზოგადი პროფესიული და უმაღლესი განათლებით. გერმანული ვერსია მიდგომისა, რომელიც გულისხმობს, რომ 14 წლის ასაკამდე მოზარდებსაც შეეხებათ, მათი არა დასჯა, არა სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა მოხდეს, არამედ უნდა მოხდეს მათი ქცევის გამოსწორება და ზრუნველობის პროგრამების მეშვეობით მათი დაბრუნება სოციალურად გამართულ ქმედებაში და კალაპოტში. სწორედ ამას ისახავს მიზნად ეს რეფორმა, რომ უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვიზრუნოთ არასრულწლოვანებზე. თბილისის საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტი განიხილება. ფინანსური დოკუმენტის ოდენობა 2,82,482,000 ლარია. გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტების, ჯანდაცვის, სოციალური და სატრანსპორტო პროგრამების დაფინანსებაა. არაფერთან განსხვავდება წლევანდელი ბიუჯეტი გასული წლების ბიუჯეტიდან და მიმარჩენ რომ არაეფექტურად ბრუნდება ეს ფული დიდწილად არაეფექტურად იხარჯება და ბრუნდება უკან მით უმეტეს სოციალურად შეჭირვებული ადამიანების მხრივ ეს ტრანსპორტის სუბსიდირება იქნება თუ ეს რაიმე სხვა სუბსიდიები იქნება. მე შევცვლიდი იმას, რომ სინამდვილეში შევამცირებდი ბიუჯეტს, შევამცირებდი გადასახადებს და უფრო მეტ ფულს დაუტოვებდი ადამიანებს ჯიბეში, რომ მათ თვითონ განკარგონ თავიანთი თანხები. რომელიც ჩვენ წარვადგინეთ, ეს არის სკოლებში კვება. პირველიდან მეოთხე კლასამდე. 35% ჩვენი ბავშვების ვერ ღებულობს კვება სკოლაში. საქართველოს მასშტაბში ეს საქსტატის და არა დიპსტეიტის ინფორმაციაა. ამიტომაც ამ საკითხის გადაჭრა არის აუცილებელი და სავალდებულო. ეს არის ლარი და 70 სასადილოები, უფასო სასადილოები. შეიძლება 6 წლის განმავლობაში ერთ და იგივე ფასი ორმაგად გაიზარდოს დაფინანსება, 23,000 კაცია სულ, ბევრიც არ არის. ეს კარგია, ძალიან ბევრი არ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად 2019 წლის 23 ივნის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ-მკვლელობის ფაქტი გახსნეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედაში მცხოვრები წარსულში ნასამართლები 1991 წელს დაბადებული პირი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვის საგნის გამოყენებით განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა 1932 წელს დაბადებულ პირს. სხეულზე მიღებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად დაზარალებული პირის სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. დანაშაული სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეში გამოვლენილი ახალი გარემოებების საფუძველზე დადგინდა, რომ 1991 წელს დაბადებული გფ განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად გაუსწორდა მკ-ს თავისა და სახის არეში ბლაგვის საგნის გამოყენებით მიაყენა მრავლობითი დაზიანებები, რამაც მსხვერპლის სიკვდილი გამოიწვია.